გამარჯობათ პატივცემულებო, მოგესალმებით. ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ვიცით როგორი დრამატული ვითარებაა, საერთოდ მთელ სოფლიოში კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენი გვაღელვებს და დღეს ამ თემებზე სასაუბროთ თან რა თქმა უნდა ტელემაყურებლებთან საკომუნიკაციოდ განწყობილნი ამ სტუდიაში ვიქნებით ბატონი ოთარ ჭიტანავა და მე ბექა თავბერი კაპანაძე დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. იცით ოთარ ვიცით გარეთ რაც ხდება ახლა წნეხი თითქოს ძლიერდება რეგულაციებად იქ სანქციები მაგრამ იმდენად დრამატულად ვითარდება იმდენად რთულია მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში რომ აი ამ ვითარების გამოსწორებას აბსოლუტურად არავინ არ მოიწადინებს ისე როგორც ქართველი მამულიშვილი. არავინ არ შეეცდება ამის გამოსწორებას ისე როგორც თითოეული ჩვენთაგანი და ვისაც ქართულად გვიძგერს ჯერ კიდევ გული. და არც ისტორიულად არავინ არ ცდილა ყოველივეს გამოსწორებას და აქ ბედნიერების დამკვიდრებას როგორც თვითონ ქართველი და მისი ხელმძღვანელობა. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ სათავეში ბრძანდებოდნენ მირონცხებულები მონარქიის კუთხით ვამბობ თუ მონარქია არ იყო ყოველ შემთხვევაში ჩვენ ისეთი ეროვნული ხელისუფლება და მართლაც საქვეყნო დილემების გადამჭრელი ხელისუფლება ჩვენ არ გვახსოვს თუ არა ზვიად გამსახურდია რომელსაც არ დავაცალეთ ხო ჩვენი ბრალეულობა აქ ნამდვილად არ არის მაგრამ კრებითად ვამბობ ამ პასუხისმგებლობას მიუხედავად იმისა რომ ჩვენი წილი ნოლია ეროვნულ ხელისუფლებასთან ბრძოლაში მათ ჩვენს კი ვღებულობთ ასე თუ ისე ბატონებო და ვაი მათ ვინც ამ პასუხისმგებლობას გაქცევიან და დღესაც გაურბიან. იცით დღეს ისიც აღსანიშნია რომ დღეს 7 ნოემბერია ჩემო კარგო რომელი აქცია მიტინგი და საპროტესტო გამოსვლა იყო რომ მისი თუ ორგანიზატორი ანამთლად მისი წევრები არ ყოფილიყავით ჩემო კარგო ჩვენი ეროვნული ერთობის წარმომადგენლები ის რეპრესიები არ გვეწვნია ჩვენს ზურგზე ჩვენს ყავზე შეიძლება ასეც ვთქვათ და რა დაგვავიწყებს რა თქმა უნდა იმ ვითარებას რაც იმ 9 წლის განმავლობაში გადაიტანა მთელმა ქვეყანამ. აი სიტყვა რა დაგვავიწყებს თქვი მაგრამ თან დავფიქრდი რაღაც ხო არ გადაფარა რაღაცამ ხომ არ აჯობა რაღაცას ნეგატივის კუთხით რაღაც კუბში აყვანილი ხარისხით ხომ არ არის დღეს ქვეყნის დამონება ვიდრე იყო იმ რეჟიმს რომელმაც 7 ნოემბერი კი არა საერთოდ ისეთი რაღაცეები მოაწყო საქართველოში რომ სუფრასთან მოსატანე არ არის ბატონო არავით არის სუფრასთან კი არა რეალურად ადამიანები დღენიადაგ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ჩაწიხვლას ქართველი მოსახლეობის იგნორს და ყბადაღებულ სინგაპურიზაციას აპირებდნენ. სინგაპურიზაცია მათ არ ვერ მოასწრეს, მაგრამ მისმა სულიერმა მემკვიდრემ და იდეოლოგიურმა მემკვიდრემ და ერთდროს დიდმა სპონსორმა მისმა განახორციელა სრულიად. 7 ნოემბერს რაც შეეხება მე როგორ შეიძლება კობა დავითაშვილი არ გავიხსენო. აი ზუსტად 7 ნოემბერს მიღებული ტრამვებმა განაპირობა ჩვენი მეგობრის მართლაც მამულიშვილის ერუდირებულის და ოჯახში გაზრდილი კაცის ასე თქვათ გარდაცვალება მას ისეთი დაავადება ისეთი სნეულება შეეყარა მას შემდგომ როცა შესაძლებელი იყო კვლავ მისი მკურნალობა ეს მკურნალობის არტერია გადაუკეტა და ვინც გადაუკეტა ვიცით ჩვენ კარგად ვინ კეტავს დღეს ლამის ჟანგბადსაც
ვინ კეტავს დღეს საზღვრებს ცივილიზებული სამყაროსათვის, თორე აგერ გახსნელია ბატონო, თვითონ მიბრძანდნენ ბაშკირეთში, თვითონ მიბრძანდნენ თურქმენეთში, იცხოვრონ, შვილები მოაწყონ იქ ინსტიტუტები, იქაც არის კაცო. მაგრამ ამ დროს პირიქით რომ ხდება მე არაერთი პრობლემის ეხლა ეს არაბიზაცია რომ დიდი უბედურებაა ჩემო თარ, ეს ძალიან კარგად ვიცით. და არა მხოლოდ არაბიზაცია. არაერთ გზის გვითქვამს რომ საქართველოში ის ოდითგანი პრობლემები რაც ძალიან დიდ წნეხად და ასე ვთქვათ პრობლემად აწევდა ქართულ მოსახლეობას დღეს გამრავლებულია დღეს ლეკიანობაცაა დიდი თურქობაცაა რა თქმა უნდა აღარ ვეხები ირანს და არაბულ ასე ვთქვათ ქალაქების დაანონსებული ქალაქების მშენებლობას და რა თქმა უნდა იქ პაკისტანს თავისი ადგილი აქვს იქ ინდუსებს და ასე შემდეგ აქ ყველა კარი გახსნილია მხოლოდ მათთვის არაბული ქვეყნებისათვის ბანგლადეშს გაუხსნეს კარი ბანგლადეშს და არა მხოლოდ ბანგლადეშს იქ ჩამონათვალეა და არ მხიბლავს და სურვილიც არ მაქვს ამ ქვეყნების ჩამონათვალი გავაკეთო რომლებსაც აქ კარტ ბლანში და დიდი მწვანე აქვთ ანთილი რაც უნდათ და როგორც უნდათ და რა მასშტაბითაც ისე რომ გააკეთონ ოღონდ მათი ჯიბეები შეივსოს ოღონდ მათი ფუფუნება გაძლიერდეს აი ასეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენს თავზე მოკალათებული მაგრამ ჩემო ნირ უცვლელო ადამიანებო ჩემო მამულიშვილებო ძალიან კარგად ვიცით და არაერთ გზის გვითქვამს ამ სტუდიიდან და არა მხოლოდ ამ სტუდიიდან არავით არის პარტია მეგობრებო ჩვენ თუ რაღაც გარკვეულწილად პარტიას წარმოადგენდით და წარმოვადგენთ ხო ეს მოგეხსენებათ რის გამოც საკანონმდებლო ბაზა და ეს პოლიტიკური არენა მხოლოდ ასეთი ბრძოლისთვის იყო ორიენტირებული არა პირობები მხოლოდ ასეთ ბრძოლას ჰქონდა რომ ინსტრუმენტი ყოფილიყო პოლიტიკური პარტია ადამიანისათვის აბა ზვიად გამსახურდია რომელი პარტიული კაცი იყო ეხლა თქვენი ჭირიმეთ პარტია რომ შექმნა მრგვალი მაგიდა თუ პარტიულობა რომ ზდომოდა ვერ შევიდოდა დიდ პარტიაში მაშინ მოგეხსენებათ დიდი პარტია რომელი ბრძანდებოდა ეს ინსტრუმენტია მეგობრებო მამულიშვილთა ხელში მაგრამ ნომენკლატურული ფენომენია და ყოველდღიურობა მათ ხელში ვინც დღეს თავზე გვაზის და ვინც გუშინ გვაჯდა თავზე და ეს ადამიანები რაც არ უნდა 7 წელი დაარიგონ ახლა კამპეტებივით ამით ვერ გადაფარავენ იმ დიდ კოლაფს ეკონომიკურს არა მხოლოდ პოლიტიკურ სტაგნაცია კიდევ რა უჭირს სტაგნაციას ეს არის მთელი დეკადანსი ეს უკუსვლა სტაგნაცია გარკვეულწილად შეჩერება ჩვენ კი არ შევჩერდით უკან გადავდგით ოთარ ნაბიჯები მე სანამ სიტყვას გადმოვალ თქვენთან და სანამ ზარებს ასე ვთქვათ შემოუშვებთ ეთერში მინდა ასეთი კითხვით მივმართო და ეს კითხვა შემდეგ კიდევ გავიმეორო ჩვენი მოსახლეობისათვის რა თქმა უნდა და ისიც ვთქვათ მე რომ რა თქმა უნდა არაერთ გზის მოგიწოდებთ დღესაც მოგიწოდებთ რომ 30 ნოემბერს მამულიშვილებო 30 ნოემბერს კვირა დღეს 4 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან არსებულ რუსთაველის ძეგლთან არ მოგეჩვენოთ ის მცირე ტერიტორია ჩვენი სიმრავლე აუცილებლად იქნება გელოდებით ყველა მამულიშვილს მე ვერ მოგიწოდებთ მე არა მაქვს ის კადნიერება მოგიწოდოთ რა მოსაწოდებელია ეს შეურაცხყოფა მე როგორ უნდა მოგიწოდოთ გამობრძანდით და თქვენი შვილები დაიცავით მეთქი მე როგორ უნდა მოგიწოდოთ რომ ეს გაპარტახებული ქვეყანა რომელიც უბსკულის პირას დგას ეს დაიცავით მეთქი მე არა მაქვს ილუზია რომ დღეს მინავლებულია ბევრი რამ ქართული მაგრამ რა თქმა უნდა ღრმა დამწამს რომ არ ატროფირებულა ქართული გონი და სული ჩვენი ეთნოსიდან ჩვენი მრავალტანჯული და მრავალჭირნახული ეთნოსიდან მე ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ მეგობრებო მიგაჩნიათ თუ არა რომ არაბული ქალაქების მშენებლობა და საერთოდ ქართული მიწების გასხვისება
არის დანაშაული და ღალატი ქვეყნის საქართველოს მიმართ. აი ამ კითხვაზეც დიდი მომზადება არ გჭირდებათ, სიამოვნებით მივიღებ თქვენ ზარებს, მაგრამ ზარამდე ჩემს მეგობართან, ჩვენს მეგობართან, რომლის მოსმენა ყოველთვის სასურველი და საინტერესოა, ბატონ ოთართან გადავალ სიტყვას. გისმენთ. გამარჯობა. გესალმებით ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რა ვიცი, ბექა იმდენ საინტერესო თემას შეეხერო, არც ვიცი რომელიდან დავიწყო, თუმცა 7 ნოემბერი რადგან არის დღეს, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ორი სიტყვით ის რაც იყო და არ შევადაროთ დღევანდელ რეალობას. ეს იყო მართლაც ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში და იქაც და აქაც ვნახეთ ორივე ხელისუფლება და მისი ძალაუფლებისადმი ტკბობა, როგორ ვერ ელეოდა სააკაშვილი ხელისუფლებას, როგორ აყალბებდა არჩევნებს, როგორ ამცირებდა ადამიანებს, როგორ ზღუდავდა მასობრივ ინფორმაციის საშუალებებს, როგორ ზღუდავდა თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს. და ეს იყო მართლაც ის დღე, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაანახა ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის რეალური სახე. და ცუდია, რომ ბევრმა ადამიანმა ეს დღემდე ვერ გაიგო, ვერ გაითავისა და ვერ გაიაზრა, თუ ვინ არის მართლაც ეს ადამიანი და მისი გუნდი და დღემდე უჭერს მათ მხარს. ნუ ესეც მართლაც რაღაც ისეთი გიპნოზია, რომელიც წლებია რატომღაც მუშაობს და ვნახეთ ახალი ხელისუფლება, რომელიც სხვა შორის არსაიდან მოსული ხალხი, რომლებიც მოვიდნენ სწორედ ჩემი, შენი და ჩვენი მეგობრების ბრძოლის შედეგად და ეს ხალხი ჩვენ არც ერთ საპროტესტო აქციაზე არ გვინახავს, არასდროს არ გაგვიგია მათ არც ერთი წინადადება, რომ რაღაც ან აღშფოთება, ან შეშფოთება, რას აკეთებს სააკაშვილი და მისი გუნდი, ეს ჩვენ არსად არ გვინახავს. ჩვენ პრაქტიკულად იმ ათასობით ადამიანიდან, რომელიც გამოდიოდა 7 ნოემბერს, 26 მაისს, 5 ივნისს, 15 ივნისს და სხვა აქციებზე პრაქტიკულად ყველას სახეზე ვიცნობდით და ხმაზე და რა ვიცი 6 მაისს და ესენი, ნუ არ ვიცი სად იყვნენ, რომელ ბუჩქში იმალებოდნენ, მართლაც ეს საკითხავია, რომლებსაც აქვთ იმის პრეტენზია და ამბიცია დღეს მართონ ეს ქვეყანა, ესე იგი ამათი ჯგუით და ამათი დღის წესრიგით უნდა იცხოვროს ქვეყანამ, ამ ხალხის, რომელიც ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ბოლო რამოდენიმე არჩევნები ძალიან სერიოზულად გააყალბეს. და ნუ არ ვიცი ხა ხალხს, რომელსაც გონია, რომ ქვეყანაში დაუჭირა 1.200.000-მა ადამიანმა, ნუ ესეც მართლაც კარგად არის გამოსაკვლევი და გამოსაძიებელი, არ მგონია ხა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ამხელა ნაწილი ისე გაგიჟდა, რომ ამათ დაუჭირა მხარი, რომლებიც აი ასე ექცევიან ქვეყანას, როგორც ბოლო პერიოდია ვაკვირდებით. მე არ ვიცი ხა რითი განსხვავდება ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობისგან, როცა ვნახეთ ის რაც ხდებოდა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, როგორ შლიდნენ აქციას, შეიძლება უფრო მკაცრად და უფრო ხისტად, ვიდრე ამას აკეთებდა სააკაშვილი, ვნახეთ ასობით დასახიჩრებული ადამიანი, მათ შორის ისეთი პროფესიების, რომლებიც, ნუ არ ვიცი, ხა ჟურნალისტები, რომლებიც იყვნენ დანარცხებული და ბეწვზე გადარჩენილები, ხელოვნების, ანუ მსახიობები, რა ვიცი, ის ხალხი, ვინც ჩვენ ხელოვნებას წარმოადგენს, კარგად თუ ცუდად, ყოველ შემთხვევაში ვნახეთ, რომ მართლაც ძალიან სერიოზულად დაზარალდნენ და უბრალოდ მიკვირს ზოგიერთი არის ხა ისეთი ადამიანი ქართულ ოცნებაში, ვინც მაშინ ჩვენთან ერთად იბრძოდა, მაგრამ ძალიან ცოტანი არიან. მათ ჩვენს ბოლო 1 წელია ჩვენ არ გაგვიგია მათი რეაქცია, რომ რაღაცა დაეგმოთ ეს ძალადობა. ეს ფაქტები ძალადობის ნამდვილად ეს არ ყოფილა და ჩვენ დღეს უკვე აღმოვჩნდით იმ რეალობაში, რომ ქვეყანა მაშინაც იყიდებოდა და გვახსოვს კარგად აჭარაში, როგორ არიგებდა სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას და ათასობით
თურქეთის მოქალაქემ მიიღო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და დღეს ის ბათუმის ქართული ქალაქი ნამდვილად აღარ არის. გარდა ამისა, დღესაც რო დაემატა იქ ირანელები, პაკისტანელები და სხვა ეროვნების ადამიანები, ჩვენ პრაქტიკულად აჭარაში დღეს ქართველი საძებარი გაგვიხდა. ზარია და იქნებ უპასუხოთ ზარს, კი ბატონო, ზარი შემოუშვათ ეთერში თუ შეიძლება. ოღონდ დაუწიეთ თუ შეიძლება ტელევიზორს დაუწიეთ რომ დაწეული მაგენაცვალე დაწეული მოგესალმებით გამარჯობათ გენაცვალე საღამოშუბებით მოგესალმებით ციცოცხლე თქვენ შეგიძლიათ მინდა გარკვეულ პასუხი დიახ რა სიხარცეთ რა ის უნდა ვიყო აქ რა უსკროლისკენ იდი კი ბატონო აქ არ უქნია ღმერთ აწინა და ახლა შეგვიძლია წინაზე ვაროს საკეთებს ფეხლანდელი თავრო დიახ მაგას გონია სულ დებილები ვარ კი მარა საკოვანი 90 სუგაკუნება 90 გადავწევდი მაგრამ რაშია საკრიტი მაგას გონია ჩვენ აზინო უპარდა ისეთი კარგი აზინება დამიდოვა აი ემისვა მაგრიები ვარა ამ ქვეყანას არაფერი შეიძლება არც ტელევიზია ცოტა ჩვენ ტელევიზია თავმოყრადა ტელევიზია არ მაგრამ თუნდაც დარჩა ხალხი დაგვი გაძიარება და მიღება რა ტელევიზია და ის ოპოზიციური პოზიციონები ვერ დაიმია ხალხი გამოგავენ პარტიის ლიდერი არჩევდა ერთ გამოგულობენ ჩვენ და გვაკვენი ჩვენ ვიყვით რა ასეთი ბედოხეთი არ დაქვს კი ბატონო გეთანხმებით თაღას ტექნიკურად გაითიშა ბატონო ჩემო მადლობა ზარისათვის და თავიდან ბოლომდე ვეთანხმებით ჩემო უთარ დიახ საუბრობდით გააგრძელეთ ზარია მეორე კიდევ ზარია შემოუშვათ აბა ზარიც კი ბატონო აი მეორე ზარია ხა პარალელურად ესეც ზარია ეთერში და შემოუშვით გაითიშა დიახ ხელმეორედ სადეთ თუ შეიძლება აი რაც შეეხება დიახ აი ძალიან მისაღებია ძალზედ მისაღებია როცა კითხვას ვპასუხობთ კითხვაზე პასუხი თქვენი აზრის გამოთქმის საშუალებას გაძლევთ, არაფერში არ გზღუდავთ, მაგრამ უბრალოდ რომ ვიყოთ, ასე ვთქვათ, სინქრონში, შეიძლება ითქვას, ჰარმონიულად, აი კითხვის ირგვლივ ვისაუბროთ, რაც უდიდესი პრობლემაა და კრებსითად აერთიანებს მთელ დიდ ყველა პრობლემას, მეგობრებო. თქვენ ხომ არ გგონიათ, ან ვინმეს ხომ არ გგონია, რომ საბანკო მევახშეთა სისტემის წინააღმდეგ არ გამოვდივართ. საბანკო მევახშეთა სისტემაა სწორედაც, რომ აქედან გადახვეწა არაერთი მამულიშვილი და შრომით ემიგრანტად აქცია. ის გადახვეწა და ვინ ჩამოხვეწა და ვის ამკვიდრებს, ესეც ხო მასშეა რა. და არაერთი ეხლა ნარკოპოლიტიკა ხომ საერთოდ დამოკლეს მახვილია და რომელი ერთი ჩამოთვალო. აი ერთი რამ დაასახელოს ადამიანმა არ მინდა ეხლა ეს ყალბი მშვიდობა და მშვიდობა ხომ არის საქართველოში. ომი უპირველეს ყოვლისა ამ ოდიოზებს არ აწყობდათ, იმდენი დოვლათი და ბარაკა შეიქმნეს ზოგიერთმა კალოშით მოსულმა და დღეს უკვე ოლიგარქად ქცეულმა. უპირველეს რიგში სამიზნეები ვინ იყვნენ? ომი მშვიდობა ხომ მოგვიტანა და ღირსებით შევდივართ ბატონო ევროპაში, ხო? თქვენ რო კითხოთ ეხლა ზოგიერთებს, ვინც ოცნების ხომალდში აგრძელებთ კიდევ კვლავ ჯდომას, მაგრამ მინდა მოყვასურად გაგაფრთხილოთ. მაგ ხომალდს უკვე წყალი შეეპარა და წყალი რომელ ხომალდშიც შეეპარება, რომელ ხომალდსაც იცით თქვენ მე რა ხდება, რომ აღარ გავაგრძელო. ასე რომ კითხვას გავიმეორებ კვლავ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ არაბული ქალაქების მშენებლობა და საერთოდ ქართული მიწების გასხვისება არის დანაშაული და ღალატი ქართველი ერის წინაშე. ზარია ეთერში მობრძანეთ. ალო
გამარჯობა ბატონო ბექა, გამარჯობა ბატონო თერა. მოგესალმებით, გამარჯობათ. ო მე პერი მოგვარი ვარ ბექა ადრემ გელაპარაკებოდ. ახლა გლობალურად მინდა ახსნა ეს საკითხი. დიახ. აბა თან ვისაუბროთ ერთად. შემეკითხეთ კიდევ რა ვიცი ვარ. ზანეთ. ახლა რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, ამას ქვია ერის ღალატი. მოღალატეს თუ ვინმესგან ზურგი არ აქვს, ის ყოველ ღალატს ვერ ჩაიდეს, ვერ გარისკავს ღალატს. ხომასია. გეთახმებით, ზურგზე მერე ცალკე ვისაუბროთ თუ გნებთ. ხო, მე თვითონ გავშიფრავ და აბა თქვენას ეთქვი. დიახ. ახლა ჩვენი ჩინოვნიკები არიან ერის მოღალატეები. ვისი ზურგი აქვს მათ? ხადია სენგონელი, ეს მაითა სენგონელი ივანიშვილის. ძირითადად. ივანიშვილის ვისი ზურგი აქვს? თქვათ ამერიკა და დასავლეთი. ეს ტყუილია. იმიტომ რომ ამას შეგნებულად მიაქციეს ზურგი. მათ უნდათ მეორე ფრონტი აქვს და მეორე ფრონტით ხადია ეს ხელისუფლება დაიღუპება. თუ მიწასთან გასწორდება თავისი უძრავ-მოძრავი ქონები. მეორე, ვინ იქნება ივანიშვილის ზურგით? ხადია რუსეთი. შემდეგ რუსეთს დღეს არ ცალია ჩემი აზრით. ხო და ივანიშვილი მიღებულია რუსეთს უნდა ეს ათხოვს რომ დასავლეთისკენ და ამერიკისკენ არ იხურება ივანიშვილს. მან უთხრა ჩემი აზრით რუსმა კამე რამდენიც გინდა, სვი რამდენიც გინდა, მე რომ მოვიცლი, მე თვითონ მოვლი საქართველოს. ეხლა კავკასიას რომ რუსეთი არ დათმობს, ამასაც წყალი არ გაუვა. ან სიკვდილი რუსეთისა, ან კავკასიის დათმობა, არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. შესაბამისად, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ ომში მგონია ჩაერთოს. რუსი აქედან თურქსაც და არაბსაც და სხვას ჩვენი ხელით გარესე არ გარეკავს. ჩვენი მობილიზაცია მოხდება. ისე ამათ უთუხოთ აქედან ვეღარ გავრეკავ. დიახ. მე არ გახვიდეთ ეთერიდან. მე ერთი რამ მინდა გითხრათ და დაგეთანხმოთ გარკვეულ ნაწილში. რომ ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. რაც ხდებოდა მანამდის სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ ხოლმე. ასე ვთქვათ, ცივილური ეგრეთ წოდებული ცივილური ქვეყნების წარმომადგენლები, ხომ? ტიპ კორპუსი და ასე შემდეგ. მე თავიდან რომ დავიწყე გადაცემა, არ ვიცი მოისმინეთ თუ არა, კვლავ გავიმეორებ. საკუთრივ საქართველოსვე ბედით მთლიანობაში და მისი გამოსწორებით, მისი თუნდაც აყვავებაზე ვიღამსჯელობს, კაციშვილი არც ერთი ქვეყანა, არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით, არც ჩრდილოეთ, არც სამხრეთით არასდროს არ ყოფილა დაინტერესებული და არც დაინტერესდება ქმედითად. ყველა საკუთარი ქვეყნის, თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და ამის შესაბამისად იქცევა. ჩვენი სტრატეგიული მდგომარეობა და ვითარება და მდებარეობა, სადაც ვიმყოფებით, თქვენს შემთხვევით არ გიხსენებიათ კავკასია. კავკასიის დაკარგვა რუსეთისათვის არის უდიდესი ლახვარი და ამიტომ შეეცდება, რა თქმა უნდა, აქ კიდევ თავისი, ასე ვთქვათ, მცხოვრების სიმრავლეს, თავის გავლენების სიმრავლეს, მაგრამ მოდით ერთი კითხვა. ამ არაბიზაციის წინააღმდეგი როგორ ფიქრობთ, არის მთელი კაცობრიობა, ცივილური კაცობრიობა? მე არ ვიხედები ახლა აზიისკენ და ცოტა იქით ღრმად კიდევ აღმოსავლეთისაკენ. იცით, ეს კონკრეტულად ეს ფირმა მაკედონიაში შევიდა და მაკედონია ევრო ასე ვთქვათ სტრუქტურებში ინტეგრირებულია და რა თქმა უნდა თვითონ ევროპა. არა კვიპროსში შევიდა, იცით? კვიპროსი შუაზეა გაყოფილი. საბერძნეთსა და თურქეთს შორის და ორივენი არიან ერთი უწყების, ასე ვთქვათ, წევრები, ხო? ერთი უფროსი ყავთ. ანუ რეალურად ჩვენ სირაქლემობანას ვერ ვითამაშებთ ქვეყანაში, რაც არ უნდა
იდეოკრატია იყოს სათავეში. ჩვენ ქართველი ერი, მისი აღმატებულება, ქართველი ერი ჯერ გონებით არ წამხდარა მაინც და მაინც რომ მან სწორი ვერდიქტიც ჯერ ანალიტიკა და ვერდიქტი არ გამოიტანოს ყველას და ყველაფრის მიმართებაში. ჩვენი ძალით აბა როგორ დავრეკავთ ჩვენ თურქებს ეხლა კარგი ჯერ არაბებს თავი დავანებოთ. აჭარიდან თურქებს ჩვენი ძალით იურიდიულად ჩვენ შეგვიძლია გავვრეკოთ? ჩვენ იურიდიულად და კონსტიტუციურად შეგვიძლია და კონსტიტუციის და საერთოდ ხელისუფლების წყარო არის მისი აღმატებულება ქართველი ერი, როცა ერი გამოვა და გინდა პლებისციტად ჩათვალონ, გინდა რეფერენდუმად ჩათვალონ, რეფერენდუმის მუხლი შევარდნაძემ მოიღო. სააკაშვილი რა თქმა უნდა ამას არ შემოიტანდა და ესენი ამათი ყოფა ხელისუფლებაში მხოლოდ ბაირამობა. ამათვისაც მანტია კონსტიტუცია. ასე რომ უნდა პლებისციტად ჩათვალონ. გამდერო ხელისუფლება სანამ არ შევცვლით აუცილებლად მე ჩემ ხელისუფალთან მაქვს საქმე, რადგან უკანონოებაც დამიკარგა. ჩემსაც უნდა მოვკითხო პასუხი სხვასაც ვის ვაინტერესებს. აუცილებლად უკანონობა დამიკარგა ბატონო ჩემო. ეს ბუნებრივია. ხო და ორჯელორია ის საბუთს გაჩვენებს შენ ის იურიდიულად მართალია საერთაშორისო სამართლითაც მართალია თქვენ წარმოიდგინეთ იმდენად ასე ვთქვათ დრაკონული ესენი კი არიან საერთაშორისო არენას მოწყვეტილნი მაგრამ საერთაშორისო პლანში რომ განვიხილოთ იმდენად დრაკონული კანონი შექმნეს ამათმა და ამათ და ამის თუმცა ჩვენი უდიდესი პრობლემა ამ ხელისუფლების მშვიდობიანად საყვანა. ხო, პრობლემად ჩანს, რადგან ამდენი წელი ვაცალეთ, მაგრამ როცა ქართველმა ერმა მოინდომა, პრობლემა ძალიან დაჩიავდა. შევეცადოთ ხელისუფლებას საუბრობთ, რომ მშვიდობიანად მივხვდეთ ყველაფერს. მადლობა გენეცვალეთ. ზარისათვის გაიხარეთ. აღარ დაგასრულებინე ბატონო ზარი იყო და მართლაც აი შეწუხებულია ხალხი. ეს ისეთი რამ არის, რაც რისი მოთმენაც უკვე ნამდვილად არ შეიძლება და შეკრება არის აუცილებელი იყო ზარები წინა გადაცემაში, რომ უფრო ადრო რატო ვერ ვიკრიბებით. იმიტომ რომ კარგად გაიგოს გვინდა ყველა მთელმა ქვეყანამ, რომ ამისთვის არის სამწუხაროდ საჭირო უფრო მეტი დრო და ამიტომ გადაიდო თვის ბოლომდე ეს შეხვედრა, მაგრამ ეს შეხვედრა ხალხთან, რომელიც მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და ეს შეხვედრები ხალხთან იქნება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებში აუცილებლად იმისათვის, რომ მართლაც ყველამ გაითავისოს ეს მართლაც ურთულესი პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას და ეს ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრ ქვეყნებში ხდება ეგეთი რაღაც. დღეს მეგობარმა დამირეკა ზუგდიდიდან მოვდიოდი, ბერლინში ცხოვრობს. ესე იგი, აქ ვერ მოახერხა ამხელა ქვეყანამ გერმანიამ ამ არაბებს რისთვის მიეხედათ, რომ გახვიდეო მაგალითად ბერლინის ცენტრში იქ ალექსანდრ პლაცზე ან ორენბურგერ შტრასეზე. ესე იგი, გერმანელს ვერ ნახავ თურმე, სულ ეს არაბები, პაკისტანელები, ინდოელები არაერთი საპროტესტო აქცია გავმართეთო, მაგრამ იმ რაოდენობით არისო უკვე ამ ქვეყანაში ეს ხალხი შემოსულიო, რომ გერმანიის მთავრობას წარმოიდგინე ხა ამხელა ქვეყანას რო უჭირს ამათი შეზღუდვა და ამათი ესე იგი დაბრუნება საკუთარ სამშობლოში. მართლაც და ჩვენ რა დაგვემართება, ხო ხვდებით ახლა ასეთ პატარა ქვეყანას, რომელიც მართლაც პირველად უახლეს ისტორიაში, რა თქმა უნდა, პირველად შეეჯახა მსგავს პრობლემას, თორე ჩვენ ისე გვახსოვს არაბები ისტორიიდან, რომ მე-7 საუკუნედან გაჩნდნენ საქართველოში, მე-7, მე-8, მე-9 და პრაქტიკულად სამ დავით მე-4-მ არ მიიღო ზომები იმისთვის, რომ აღიკვეთა მათი პარპაში საქართველოში. და ვხედავთ, რომ უკვე დავით მე-4-ის შთამომავალს ბატონ დავით არხანმოურავს მოუწევს აი ამ პრობლემაზე ამ ჯურის ქართველ ერთან ერთად ამ ჯურის ზიდვა. ზიდვა და ის მირონცხებული იყო, მაგრამ
ქართულ მამულიშვილური გზაკვალი გრძელდება და იქ არამოვსებულა ჯერ მიცით. გეთანხმებით და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა ისე რომ ეს იყოს სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ არც ერთი ქვეყნის და არც ერთი ხალხის წინააღმდეგი არა ვართ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ყველანაირ ინვესტიციას მივესალმებით, მაგრამ ამ ინვესტიციამ თუ ჩვენ დაგვირღვია დემოგრაფიული და ეთნიკური ბალანსი, ასეთი არანაირი ინვესტიცია, ასეთი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ჭირდება. ეს ინვესტიცია არა. ზარია. დიახ, მოგზანდით, ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. ალო. ეთერში ვარ, გამარჯობა. დიახ, ეთერში ბრძანდებით. მე მივესალმებით გამოთქვით, რომ სამშობლოს მოვალეები აუცილებლად მოდის. კონსტიტუციიდან გამოდამედ უფრო გავამკაცოთ უნდა მაგ. მე მახსოვს შავარდაძის დროს ებრაელი გურულები ძალიან ბევრია ცეკაში და გამოყაროთ და გაუთრეს ის გურულები ტენში კურგანტელაშა და იქიდან გამოყარა ნიკოლოზა. არაფერი ამ თქვენი წელი ლაბალაკეთ არ გამოვა. ეს ისეთი ხალხია, იხარაღია საჭირო. მე ქათამერდენიკა ზოთხარ დამეცედერზე ამას ვამბობ. წარმატებას გისურვებთ თქვენთან არა 80-ს. გაიხარე, წარმატება საერთოა ბატონო ჩემო, წარმატება საერთოა, ჩვენს გისურვებთ ამ საერთო წარმატებაში მონაწილეობა მივიღოთ. ამ საერთო წარმატება განვაპირობოთ და მოვიმუშაკოთ გენაცვალეთ. არავითარი პარტიულობა, ზეპარტიული ამოცანების წინაშე ვდგავართ. დილემების სამწუხარო ის არის რომ ამ ამბავს რატომღაც ეხმარ რომ ვიცით რატომაც რა თქმა უნდა ქართული ბიზნესი განსაკუთრებით ჩვენი დეველოპერები რომლებიც პირდაპირ ეს რაღაც მოღალატურ ხო სამწუხაროდ ეს რატო აქვს ამხელა ასეთი მიდრეკილება ყველა მსხვილი სამშენებლო კომპანია რომელიც დღეს არსებობს საქართველოში მოყავთ ეს თავის აშენებულ კორპუსებთან ეს არაბი ესენი პრომოუტერები და სთავაზობენ თავიანთ მოქალაქეებს ჩამოვიდნენ აქ შეიძინონ ეს ქონება თითქოს დეველოპერებმა ამის შესახებ არაფერი არ იციან. ესენი არიან ერთმანეთთან შეკრული, ეს დეველოპერების ლობისტები ზიან დღეს სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტში, რატოა დღეს საქართველოს პარლამენტი ასე სავსე მილიონრებით. 89 პარლამენტის წევრიდან 44 მილიონერია და მათი ნახევარზე მეტი არის დეველოპერი. სწორედ ის ხალხი, ვინც ამ ხელისუფლებასთან ერთად ყიდის ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ეს ბინები გასაყიდი აქვს, შარშანს უნდა ვთქვათ ესეც, შარშან კი არა, წელს, მიმდინარე წელს 4500 ნებართვა აქვს თბილისის მერიას გაცემული ამ სამშენებლო კომპანიებისთვის ამ მაღალ სართულიანი კორპუსების ასაშენებლად. რა მოხდა ვერ გავიგეთ რა, დემოგრაფიული აფეთქებაა ჩვენ ქვეყანაში, ასე გაიზარდა ქართველების რიცხვი, რომ ესე იგი ვეღარ აკმაყოფილებენ ამ ბინებით და ამისთვის უნდა კი არ უშლით არავინ ამ მშენებლობებს, მაგრამ ყველაფერს აქვს არა მშენებლობებს როგორ არ უშლით ურბანულად მოკლეს ქალაქი. ამათ მშენებლობა იციან საერთოდ ბატონო. პარალელურად ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ წინასაარჩევნოდ, რომ არ შეიძლება ქალაქის ცენტრში ამდენი ახალი კორპუსის წამოჭიმა, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრალური უბნების უმრავლესობა, ქუჩების უმრავლესობა არის 20 მეტრზე უფრო ნაკლები, 20-25 მეტრზე ნაკლები და ამ ასეთ ვიწრო ქუჩებზე, ესე იგი, აშენებენ 20-25 სართულიან კორპუსებს, რაც რა თქმა უნდა ქმნის ეგრევე საცობებს, რაც ეკოლოგიურ თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს უქმნის დედაქალაქს, ამის გაკეთება არ შეუძლება, სულ ამას ვამბობდით, თუ არის ასაშენებელი ქალაქის გასასვლელებში ეს კორპუსები და ჩვენ ვთავაზობდით კიდევაც, რადგან დიდი ცარიელი სივრცეები არის რუსთავის მიმართულებით, იქ აშენდეს მრავალსართულიანი კორპუსები გაჭირვებული ხალხისთვის, იმათთვის, ვინც არის უსახკარო, ვინც არის სოციალურად დაუცველები, ვეტერანები, ბევრი ის ფენა, რომელსაც დღეს აუცილებლად ჭირდება საცხოვრისი და პრაქტიკულად დედაქალაქში 10000-ზე მეტი ოჯახი არის უსახკაროდ დარჩენილი, ცხოვრობენ, ესე იგი, მიტოვებულ შენობებში, პადულებში, ვაგონებში და რაღაც საშინელი მდგომარეობა და ამაზე რო ეზრუნათ, არა
აშენებენ ქალაქის ცენტრში და მერე ამას თავაზობენ არაბებს, პაკისტანელებს, ინდოელებს და ისე გასაკვირიც არ არის ბატონოთან. აი მოდი დაუკვირდეთ, თქვენ წეხან აღნიშნეთ და რა თქმა უნდა თანამონაწილენი ვიყავით და ვიცით, რომ ეს ადამიანები, ამ ადამიანებს თითითიც არ მიუდიათ, აი მაშინ როცა საქართველოში დიდი ხანძარი ენთო და დღესაც ეს ხანძარი გაძლიერებულია. ამ ადამიანებს კონკრეტულად ნაბიჯი არ გადაუდგავთ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, რომელი მიტინგი, რომელი პროტესტი თქვენი ჭირიმეთ. ამ ადამიანებს ერუდიციაც არ აქვთ, ეხლა კახიკალაძე იყო სერიოზული ფეხბურთელი, გავიგე. და სპორტის არა მხოლოდ მოყვარული დიდი გულშემატკივარი ვარ, ჩემი ნაკრების უპირველეს ყოვლისა. და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნება მიგვიღია ჩვენ არა მხოლოდ ფეხბურთიდან, სხვადასხვა სპორტის სახეობებიდან და სიამაყისა და რაღაც ასე ვთქვათ წელში გამართვა მიგვიღია მთელ ქართველ ერს, როცა დემორალიზებული ყოფილვართ, ხომ, განსაკუთრებულად. მაგრამ ფეხბურთელს ჯერ ენერგეტიკაში, მერე თქვენი ჭირიმეთ ეს არათუ ნეპოტიზმი, არათუ ეს არის იმდენად შეუსაბამო, იმდენად აი კონკრეტულად რა ნიშნით ინიშნებიან ადამიანები ხომ ხვდებით, მსახურების და ფულის ტომრად რომ წარმოდგებიან, აი ამ ნიშნით ინიშნებიან ძირითადად. მაგრამ პირველი დამსახურება მათი არის მსახურება სისტემის მიმართ და ამ სისტემაში თანამონაწილეობა. აი ესეთ establishment-ს წარმოადგენს თვითონ ბატონი მერი ქალაქისა, ხო? და არა მხოლოდ კალაძე კაცო. არაერთი შეიძლება ჩამოთვალოთ და მათი დანიშვნა როტაციები თქვენ ბრძანეთ სად იყვნენ? სად იყვნენ იცით? სად იყვნენ და ნაც რეჟიმის სისტემებში მუშაობდნენ, რამდენიც გინდათ. ის ადამიანები, რომლებიც მერე ბიძინას დაუდგნენ გვერდით. და ნაც რეჟიმში ყოფი ადამიანები კონკრეტულად ვინც მართლა ნაციონალები იყვნენ, უკვე ქართული ოცნება გახდა. ანუ ეს როტაცია უსულგულო და მანქურთული სულისკვეთებისათვის არ არის უცხოხილი, ეს აპრობირებულია ისტორიულად. და რაც შეეხება კიდევ მიტინგის ჩატარების რაღაც ყურს მომწვდა რა, დასწრება არ დასწრებას ხაზგასმით ვამბობ აი ამ ეთერიდან და ვამბობთ ყველა აბსოლუტურად ყველა ჯანსაღ პროტესტს შეუერთდებით, ყველა ჯანსაღ პროტესტს მივესალმებით და მიტინგის მონაწილე გავხდებით. რას ქვია ეს ექსკლუზივი აქვს ვინმეს რომელიმე მიტინგის თუ რა? აქ არ არის დამთხევა და პარალელურად. აქ არის ვინ წინ, ვინ უკან რა მნიშვნელობა აქვს. მეგობრებო, აქ შეგნებულად არ მოხდეს მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, რომ ჩვენ თუ მართლა ერთსულოვნებით ვართ და გსურს, მიტინგი მეორეც ჩატარდეს, მესამეც ჩატარდეს. პროფესიული ნიშნით გამობრძანდნენ ადამიანები და მათაც ჩაატარონ, მათაც შეუერთდებით. აქ სად არის ვერ გავიგე რაღაც წყალგამყოფი, ვინც თუ კი ხედავს ამას ეხლა რაღაც ინფორმაციები შევიტყვე და ეს არის მხოლოდ მინდა გითხრათ რა, გულუბრყვილოთ ვისაც მოსდის შევახსენო რომ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ვისაც ვინც შეგნებულად ჩადის და გიენობს გიენას არაფერი არ ეშველება, მინდა გითხრათ და იმედს გამოვთქვამ რომ ესეთი გიენები ძალზედ მცირე რაოდენობით არიან. ყველას მიტინგს შეუერთდებით და მივესალმებით, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ არაბული ქალაქების, სოფლების და მიწების გასხვისების და ასე შემდეგ კიდევ მრავალწერტილი, აი ამის საპროტესტოდ, რა თქმა უნდა, გამართული და ასე შემდეგ. ასე რომ აქ ბუნდოვანება არ უნდა იყოს და აქ არ უნდა იყოს კიდევ მრავალი რამ. თავარი ის არის, რომ ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას ჩვენი პოლიტიკური ერთობა არც აძლევდა წინა ვითომ საპარლამენტო არჩევნებზე და არც ეხლა ვითომ რომ არჩევნები ჩაატარეს. ეს იყო მასობრივი გაყალბება და ლეგიტიმაციას რომ არ ვაძლევთ, სწორედაც ეს არის ჩვენი მთავარი ხერხემალი და წერტილი. ეხლა რაც შეეხება
კიდევ კითხვის გამეორებას გავიმეორებ მესამეთაც არ დავიღლები პატივცემულებო მიგაჩნიათ თუ არა რომ არაბული ქალაქების მშენებლობა სოფლების და საერთოდ ქართული მიწების გასხვისება არის დანაშაული და ღალატი ჩადენილი ქართველი ერის წინაშე. ზარია ეთერში მოგზავნით. მოგესალმებით. გამარჯობა. კატეგორიულად ვაფხაზებ რომ ეს არის დანაშაული. პირველ. მე რითით ამაინტერესებს იქნება თქვენ აღიხსნათ. ეს მთავრობა გვაბოლებს რომ ინვესტიციები გჭირდება ჩვენ არაფრის თავი არ აქვს ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ეხლა არ შემიძლია ბევრი ლაპარაკი მაგრამ იმდენი შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ იმდენი პროექტების გაკეთება შეიძლება რომ აი უბრალოდ უცბად რაღაცა დიდი რაღაცების გაკეთება შეიძლება და ამიტომ ეხლა არ მოგაბეზრებს თავს იქნება საშუალება მე შევდებით ხალხი ლაპარაკებს მაგრამ ერთი ისიც მაინტერესებს ეს საპენსიო ფონდი შექმნეს იძახია რაღაც მილიარდები მოგროვდაო საწავიდა ეს საქმარდება ვის ხმარდება თუ ეგრე გჭირდება ჩადეთ და აშენეთ თვითონ თქვენი ქარხანა თუ კალათია თუ ხო შეიძლება საწავიდა ეს საპენსიო ფონდი იცის რაღაცა დიახ ბატონო მართალია გეტყვით ხო და კიდე ამინა გთხოვოთ და ხალხს ავთხოვთ ის გამოგზავნებით ამ მიტინგზე მათი მუდამოხვალ ხალხშვილები შვილიშვილები მეგობრები თითო კაცმა ერთი ხუთი კაცი ვერ უნდა წამოიყენოთ კოცო თავიდან ბოლომდე გეტყვით უნდა დავანგრიოთ მე ავაშენოთ ეს დიახ ბატონო დიახ ხალხი ჩვენ შვილებს რაღაცა ზახონა დაუტოვოთ რა გზით უნდა იარონ ამ ხალხმა ხალხო მოდით ჭკუაზე კაცმა ერთი ხუთი კაცი წამოიყენეთ თუ ქართველ კაცს მაგისი შნوارა გვაქვს რიღასთვის ცხოვრობ ამ ქვეყანაზე მართალია დიდი მადლობა და ესეთი საპენსიო ფონდის ამხოლოდ გამაგებინე სად მიდის ეს ფონდი დიახ დიდი მადლობა ზარისათვის საპენსიო ფონდი ყბადაღებული იყო ერთი პერიოდი სანამ რამეს ბრძანებთ ბატონოთა ერთს ვიტყვით რომ პენსიონერებიც ამ კოლ ცენტრებით ეგრეთ წოდებული კოლ ცენტრებით და აი გადაგვარების გზაზე დადგომით იმ ახალგაზრდებისა ვიცი გააღატაკეს და პენსიონერების ჯიბეში ჩააყოფინეს ხელი და რაც შეეხება საპენსიო ფონდს არის აქ დიდი კითხვის ნიშანი სად უნდა აკუმულირდეს შემდეგ ეს თანხები მე ვფიქრობ არა რაღაც ბუნდოვანი საუბარია ამ თემასთან დაკავშირებით და უბრალოდ პენსიონერებს ყოველი არჩევნების წინ უმატებენ 10 და 20 ლარს, ნუ ეს არის მართლაც და თვითონ აი სად მიდის ბატონო ჩემო, აი პასუხიც ესეთია. თქვენ 20 ლარი, 40 ლარი და თვითონ ვიცით ხომ რაც და როგორც. ანუ კორუფცია არ არის ფარდის უკან გარიგება. დიახ. კორუფცია უკანონობის დაკანონებაცაა და ღიად თქვენს ჯიბეში და ჩვენს ჯიბეში ხელის ჩაყოფა. აი ესაა ზუსტად დაკანონებული კორუფცია. ესენი რომ ვითომ ებრძვიან. ზარია ეთერში მობრძანდით. ზარია ეთერში ხართ, გამარჯობათ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ, ბრძანეთ გისმენთ. იცით რა მაინტერესებს? ეს ფული უკვე აღებული აქვს. ჯიბეში უწევთ. აღებულია 7 მილიარდი. ტყუილია არაფერი აღარ შეჩნიან ანაფეს. თუ არის აღებული და თუ იცით რომ უკვე ხელში უკავიათ ეს მილიარდები. მაგას კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ასე ვთქვათ, უფულოთ რომ და საკუთარი ჯიბის შევსების გარეშე რომ ესენი ნაბიჯს არ გადადგავენ, ეს ცხადია. მაგრამ პესიმისტურად ნუ განეწყობით. პესიმისტურად ნუ განოწყობით. რას ქვია თუ ჯიბეში აქვს გათავებულია საკითხი. ქალბატონო და ბატონებო და ქალბატონებო და მეგობრებო. ქართული ხანძრით, დანთებული ხანძრით ხელს ვინც ითბობს საქართველოში. მას არ შეიძლება კონდეს მომავალი ადრე და მალე. ქართული ხანძრით ხელის მოთბობამ ამ ხანძრით დამწურობა და ჩაფერფულა და დაფერფულა იცის. აი
ეს გაითვალისწინეთ და ცოტა იმედიანად იყავით. ცოტა არა, ძალზედ იმედიანად იყავით. და შემოგვიერთდით ბრძოლაში. სხვა რა გითხრათ? ხო, ახლა პესიმიზმი ნათელია, რომ თუ ჯიბეში ჩაიდო, უკვე კარგად იყავი, ხო? კი, მაგრამ ეს ტრანშებით მოდის, არ არის ეს ერთბაშად არავინ ერთბაშად არ არის, ხო? არ მოგცემს და მე მგონი ეს პროცესი ჯერ დაწყებული არ არის. ჯერ კიდე არის იმის საშუალება, რომ ამ ამბავს უშველოთ ჩვენ ყველამ ერთად, იმიტომ რომ დაყრუებულ და ხელისუფლებას მაინც ჩვენ ვერაფერს ვერ ვაგონებთ. ვხედავთ, რომ ჩვენი არხებიდან, ტელევიზიიდან, ამიტომ გჭირდება გარეთ გამოსვლა, რომ თელმა ქვეყანამ გაიგოს, რომ თელმა მსოფლიომ, რომ ეს ჩვენთვის ეს პრობლემა არის ძალიან მტკივნეული და როგორ რეაგირებს ხალხი, ეს უნდა თელ მსოფლიოს დაანახოს ქუჩამ, ისევ გარეთ გამოსასვლელად და ხმამაღლა რო ვთქვათ, რომ ეს ჩვენ არ გვინდა. დიახ. და გავიმეორებთ, რომ 30-ში მამულიშვილებო შეგახსენებთ, რა თქმა უნდა. 30-ში კვირა დღეს 4 საათზე, დღის 4 საათზე რუსთაველის მეტროსთან, რუსთაველის ძეგლთან ვიკრიბებით ჩვენ ის ადამიანები, რომელთაც ძალზედ ბევრი რამ გვაქვს გასაპროტესტებელი და ზღვაში უკვე გადმოდენილ ფიალას აგავს აი ეს ექსპანსია ყველა ქვეყნისა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის დაჩიავება, დაკნინება, გადინება და სულ სხვა ქვეყნად ქცევა. და დაანონსებაც კიდევ მათი პირიდან, რომ ქალაქები და სოფლები უნდა აშენდა უკვე ბატონო. აგერ ლალისყურში ჩვენმა გეგამ თქვა აღნიშნა. ლალისყურში გვერდზე არაბული სოფელი აწერი. ის თუ არაბულია, ეს როგორ ღარი ქართული, ჩემოუთა. ან ეს თუ ქართულია, ის არაბული როგორ შეიძლება იყოს? აი, ასეთი გამოწვევების, ასეთი ტრაგიზმის წინაშე ვიმყოფებით და ტრაგიზმში და ამიტომ ძალა მართლაც ერთობაშია, თანაბრძოლობაშია, კონსტიტუციური მეთოდებით, ნუ გელანდებათ მოლოტოვის კოქტეილები, მათ ვისაც ელანდება, ის კოქტეილებიც თქვენი დამზადებული და ჩანერგილი იყვნენ იქ. დიდი წილი იმ ადამიანებისა, შემდეგ ალიბათ რო გამოგდგომოდათ ახალგაზრდების ძვლებში დამტრევა. და მინდა ასე ვთქვათ დავასრულო, რომ შევიკრიბოთ დიდი იმედით, რომ ვიქნებით სიმრავლით და აი იმ პირობით, რომ ეს პროტესტი ნამდვილად იქნება პერმანენტული, ამას ჩვენი პოლიტიკური ეროვნული ერთობა გეუბნებით. ჩვენი ქართველი, ჩვენი თანამოძმე მამულიშვილი მოსახლეობის არამხოლოდ იმედით, არამედ თანადგომით და თანაბრძოლობით. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.